ჩარლი კირკი მოკლეს, ეს არის უდიდესი დანაკარგი მთელი მსოფლიოსთვის და სიტყვას მთელ მსოფლიოს არ ხმარობს სულუქად. ის იყო ინგლისურენოვანი სპიკერი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყავდა აუდიტორია. ის იყო გამონაკლისად ღირსეული ადამიანი, რომელიც არ უშინდებოდა არც ერთ საკითხზე საუბარს, არ უშინდებოდა ქრისტიანობის დამცინავს კონკრეტულ ჯგუფებს, არ უშინდებოდა მემარცხენე იდეოლოგიებს, არ უშინდებოდა მუსულმანების საკითხზე საუბარს, არ უშინდებოდა იმიგრაციაზე საუბარს. არც ერთი საკითხი არ იყო, რომელზეც ის არ იყო ანინფორმირებული, ან უბრალოდ ვერ ბედავდა საუბარს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხიც, რომ ის არ მიმართავდა მხოლოდ ქრისტიანებს და ის რაციონალურად და არგუმენტირებულად ხსნიდა, რატომ იყო აუცილებელი ყველა ადამიანისთვის ქრისტიანული ცხოვრება და რატომ იყო სწორი გზა ღირსეული ცხოვრებისკენ, აზრიანი ცხოვრებისკენ. გარდა ამისა, ირონულად მის ბუნება იყო ძალიან თბილი, ძალიან მზრუნველი და ის ასრულებდა იმ ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ პრინციპს, რაც არის უნდა შეიზღოთ ცოდვა და არა თავად ცოდვილი. მინდა რომ ჩემი დიდი მწუხარება გამოვხატო ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის უდიდესი დანაკარგი მთელი მსოფლიოსთვის ჩარლი კირკის გარდაცვალება და აქვე მინდა დავამატო, რომ როგორ ღირსეულადაც იცხოვრა, მან სულ რაღაც 31 წლის განმავლობაში ასე შეეწირა ამ საკუთარ ღირსეულ მიზანს.